მოვიდი მეგობრებო. გამარჯობა ხალხებო. კომენტარი იყო დაჯენანა დასკამდი, ზოგს უყვარს დაჯენანა დასკამდიო, ზოგს უყვარს ხალხებო რატო არ გითხარიო. ეხლა ხალხებო, ჩემო ხალხებო, ნეტა იცოდეთ რა დღეში ვარ, აი რა ქვია მაგას, ლუდი თავარ სადღე გრძელებელი, აი რა ქვია მაგას. პირამალა ჩემ მე და ჩემი ისა რა ქვია, ბროწეულებიანი სუპრა მოვედით. ხალხო, რესტორანში მივდივართ. დღეს საღამოთ ეხლა არის ჩემთან აქ 7 საკლია 25. ერთ საათში გამოგვივლიან 815 აკლია მე მგონი, გამოგვივლიან და წავალთ რესტორანში. უნდა წავიდეთ. მე ვიბანავე. ცოტა მივაშველე ხელი ამ ჩემთვის რაღაცა, მაგრამ არა ვარ მოთავებული. ანუ იმის თქმა მინდა რომ გასამზადებელი ვარ, აბსოლუტურად თმები, ბოლომდე მისაყვანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კაბა უნდა ჩავიცვა, ეს არა. ხო და ეხლა გუშინ მოვამზადე, ქათავის მკერდი მოვხარშე გუშინ, სოკო მოვთუშე, ხო, მოვშუშე და დღეს ამ მქონდა გეგმა რომ უნდა ჩავწერო ვიდეო, მაგრამ ხან ცუდი ამინდი იყო წვიმდა დილას და არა მქონდა ნერვი და გუნება. გავედი, მოვედი, მე ვთქვი სადილის მერე ჩავწერ, სადილის მერე ვთქვი მოდი წავწვევი ჯერ ცოტა ხანი წავწექი და წამეძინა. ხო და წამეძინა, იმიტომ რომ ისა წამალი დავლიე და დამეძინა. წამალი რა გამაყუჩებელი. ეხლა ხალხებო, ეგ არ არის საქმე და ჩვენი საქმე. კიტრის პიკული მეგონა რომ მქონდა ბლომად, თითიც გავიჭერი ეხლა იმ წუთში დავიკარე ისასან დავიკი. კიტრის პიკული და 3 ცალი პატარაა ეგდო ქილაში მაცივარში იდო და მე მეგონა მეტი იყო რა, 9 კილა მეგონა, მაგრამ საკმარია ჩემთვის ეხლა და არ გავხეხე მაგიტომ. და ისედაც რომ მკითხოთ, ესე წვრილად დაჭრილი, თხელად ოღონდ, კუბიკებად არა, თხლად დაჭრილი, ცოტა გავქაჩე, ისე რომ წყალიან წვენი არ აქვს. მეც ახლა ხო და დავჭერი. ეს დავჭერი, ქათმის მკერდი. ეხლა რა გითხრათ კიდე, ქათმის მკერდი, იცით რომ ძალიან გაქაჩულია, თან მით უმეტეს თუ ჩვენ აქ ახალს ვყიდულობთ, არ არის გაყინული, მაგრამ თუ გაყინულს იყიდი და მერე გამხვალ და ვინც რამდენჯერ უფრო უარესია ხოლმე. რა უნდა გავაკეთოთ? რომ კარგიც იყოს, გვესიამოვნოს, გემოც კარგი ქონდეს და ყველაფერი. ხარშვაში ჩაამატეთ ერთი დაფნის ბოთოლი, თუ არ გიყვართ, ნუ რამდენიმე მარცვალი პილპილი, რამე არომატები, რაც გესიამოვნებათ და გიყვართ, დაუმატეთ ხარ. ეს იყო მთლიანი მკერდი, ხო არის ორ ცალიანი. ერთი იყო მთლიანი მკერდის ნახევარი. იმის ნახევარის დამრჩა კიდე ერთი ნაჭერი, ეს კუბიკებად დავჭერი. ხო და გავაგრძელოთ როგორ მოხარშოთ. თუ ვინც იცით, მაგას რა ჯობია, მაგრამ ხანდახან არის ადამიანი რომ არ იცის, მაგალითად. ამას წინათ ვიდეო იყო და გოგო იძახდა ამდენი წელიაო ისა სარიცხი მანქანა მააქო და თურმე არასწორად ვასხავდიო დამარბილებელს, კონდიციონერსო, რავი რას ასხავდა ისიც, ხო, მაგას მერე გეტყვით, ხო და ქათმის მკერდს რო ჩადებთ, მეც სიწყალში ვდებ და ნუ რომ მივადუღებამდე თუ მოკაფავთ, მაგას რა ჯობია, ყველაფერი მოკაფეთ ხალხო, ყველაფერი კაფს რასაც იგდებს, გინდაც ბოსტნეულს როცა ხარშავთ და კაფს მოიგდებს, ის კაფი არა, ნუ ის არის ცუდი რამე და ის გადასაგდებია, მოკაფეთ. აი ეს ვადუღე 8-10 წუთი, ნახევარი მკერდი, ანუ მეტი არ უნდა, მაგრამ თავარი ის არის რომ თუ გინდათ რომ გაქაჩული ხორცი არ გამოგივიდეთ და აი ეს ახლა ისეთი რბილია, პუმპულა, ისეთი რეზინი არ არის, აი რა ვიცი როგორ გითხრათ, აი იშლება რა, ისეთი რბილია. და ისა, აი ეს კიდე გძელს რო ყიდულობდი როგორი კარგი იყო და ეს 4 კუთხედი არ მომწონს და არ არის კარგი, ვერ რო მოწმთლიანი მოდის. და რომ მოიხარშება გავა 10 წუთი, თუ ძალიან დიდი მკერდია 15 წუთი ადუღეთ, მეტი არა 12-15 რა. გამორთეთ და იქ გაგრილდეს თავისივე წყალში. არა მოიღოთ პოლიპს რო ხარშავ ხოლმე 8 ფეხას, იმასაც ეგრე უნდა და სეპიული მაგას თავი დავანებოთ. ქათმის მკერდს მოკლეთ და განსაკუთრებით საქონლის ხორცს თუ ხარშავთ, რომელიც ან წვნიანი უნდა გააკეთოთ, ან ისიც გააციეთ შიგ.
აი გაგრილებამდე მაინც მივიდეს რა, თლათ თუ არ გაცივდება და მაშინ ხორცი რჩება წვნიანი. ამ შემთხვევაშიც ესე, რო უკვე აი ოდნავ თბილიღა იყო, მე ამოვიღე და თავღიათ არ გავაციე, ანუ და სელოფანი გადავაფარე თეთრზე და ისე გავაციე. აჰა, ეგეც მგონია რომ საჭირო ხრიკი არის სამზარეულოში. ეხლა რა გვაქვს? ეს არ გადმოვყარე, აღარ მაქვს ნერვები, მე ამდენი ჭურჭლის რეცხვისა. სიმინდი ყველგან სიმინდია, აფრიკაშიც სიმინდია. ეს არის ორი კოზი რატო ჩავდი არ ვიცი, მაგრამ ვიცი. კამასოკო, ჩვეულებრივი თეთრი, ორნაირი კამასოკო ვიყიდე, თეთრი და კრემისფერი. თვითონ იყო შერეული, მე კი არ ვიყიდე. შეფუთული იყო ასე ნახევარი და ნახევარი, მაგრამ კრემინებს ყავისფერი ქუდი რო აქვს, ხო, იმას ქვია კრემინი. რავი რა რატო ქვია და არც მე. უფრო ცოტა კარგია ხოლმე, უფრო არომატულია, უფრო ხარისხიანია მოკლედ. უფრო რბილია. თხელ სლაისებად დავჭერი, სლაისებს სწორედ ვამბობ, ხო? და მოვშუშე ხახთან ერთად და პირპილი გავუკეთე ამას. მეტი არაფერი. დაფნის ფოთოლი, რომელიც მე მგონია რომ გავაგდე. აქ არ გავუკეთოთ ახლა და არ დავიღუპოთ. ხო, არა, ამოვიღე. თუ გესიებო, თუ არა, რაც შეეხება, ხო, ნიორი თუ გინდათ გაუკეთეთ აქვე, რომ მერე მძაფრი არ იყოს სალატში. თუ ნიორიანი მოგწონთ, ხო, რაც შეეხება წინა სალატს. ხო, ეს კამასოკო მოვშუშე. ეს მთლიანი დამწნილებული სოკოები მოვიტანე. კილისა, ამას მაღლიდან დავალაგებ. მაღლიდან, ზემოდან მაღაზზე მივალ. ეს ამაქვს გახეხილი ყველი, მე მაქვს ჰოლანდიური. ნებისმიერი მაგარი ყველი, ნებისმიერი სულგუნი, რაჯობია, იმერული, ცოტა მაგარი, რომელიც იქნება და აი წვენიანი რო არ იყოს რა, მშრალი ყველი, ნებისმიერი რაც გინდათ გამოიყენეთ. არ არის აქ ისა რომ არ გადაუხვიო რეცეპტსო. ასე დავიწყოთ მაიონეზი, როგორი კარგია ასე გამოყენება მაიონეზის. მე მეგონა რომ ძალიან ბევრი ჭირდებოდა, არა, უფრო ნაკლები მიდის მე მგონი. მოკლედ პილპილი მაქვს, თუ დამჭირდა, ეს გვერდების გასაკეთებლად მოვიტანე თუ დამჭირდა, არ ვიცი როგორ ავაშენება, არ ვიცი. თქვენ თუ გააკეთებთ ამას, რგოლში გააკეთეთ, რგოლით. მაგრამ ხანდახან ხო და რგოლს აუცილებლად ზეთი მოусვით ხოლმე. ან ქაღალდი გაუკეთეთ რგოლმის, გამოსაცხობი ქაღალდი და მაშინ ადვილად ამოვა. ეხლა აღარც მაგისი დრო მქონდა და აღარც არაფერი რომ ეგ მექნა. მოვედით, ხო, თებში მოვეტანე, არ ვიცი რომელი თებში მომეტანა და ისევ ეს წამოვიღე, მაინც ნეიტრალური თებშია მეთქი. ხო და ასე. და ეხლა იცით რა მინდა? აუცილებლად მინდა რომ აქ მაიონეზით დავიწყო, იმიტომ რომ დამაგრება გქონდეს. ხო, რაც შეეხება, როდესაც აკეთებენ ერთი ფენა, ორი ფენა, ოთხი ფენა, არა, თითო ფენა გააკეთეთ, თითო, ანუ ყველა ინგრედიენტი ერთ ფენად, არა რომ კიდე მორჩა და კიდე ისევ, არა. თითო ფენა გააკეთეთ, თუ მაინც მაღალი გინდათ რომ გამოვიდეთ, მეტი სიმაღლისა გააკეთეთ თითო ფენა და თითო არ გინდათ რომ კიდე გაიმეოროთ, კიდე ზედმეტი თავის და ტვინის წყლეტოა და ხათაბალა მეტი არაფერი. ჩემის აზრით თორე, მე თქვენ როგორც გინდათ ისე გააკეთეთ, მე ჩემსაც ვიტყვი. ძალიან მიყვარს ამ ბოლო ხანს მომწონს სალათებში, მაიონეზიან სალათებში ვაშლი ჩამატებული, ცოტა სასწაულად აცოცხლებს, ხო, რაც შეეხება წინა მკვდარ სალატს. ხალხო, ბევრმა დამიწერა, მწვანე ხახვი, ისე ხახვი, მოთუშული კომბოსტოვო, ეგიდიაც მომეწერა მოთუშული კომბოსტოვო, მაგრამ მე მაგას აღარ გავიმეორე. არც არა წინ მიყვარდა ეთყობა მე ეგ სალათი და არც თქვენ არ გიჩვენთ რომ ეგ სალათი მაგაზე თავი მოიღალოთ რა. აი და მართლა არ აღეს არაფრად, მე მეგონა რომ რამე ისეთი რაღაცა გამოვიდო და არაფერი არ გამოვიდა. ხო და ეხლა ესა ვნახოთ. ეს გამიკეთებია, ოღონდ ფენა არა. ხო, რაც შეეხება, ეხლა თუ ვინმეს გეზარებათ. თუ ვინმეს დაგეზარებათ, ეხლა ეგ მაწყობინე ფენა და ეხლა ეგ ეს ყველაფერი ერთ თაშში ჩაახეთქეთ, აურიეთ, კარგად მოურიეთ მაიონეზით. ჩვეულებრივ სალათი შეაზავეთ და მერე დადეთ როგორი ფორმაც გინდათ, როგორი მოდაც გინდათ, ისეთი ფორმა მიეცით უკვე შეზავებულ სალათს და გააფორმეთ როგორც გინდა.
გემო იგივე და კარგი იქნება და თქვენ გააფორმეთ მერე როგორც გინდათ მოგრძო გააკეთეთ და ისე გააფორმეთ როგორც მორი, როგორც ტყის რა ვიცი რაღაც, როგორც გინდათ ისე გააფორმეთ. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმეს ეზარება ამ იმეების აწყობა და მერე ყველაფერი შეიძლება, მთავარი არის ფანტაზია ჩართოთ. აი იცით რა არ მომიტანია, აი ამის დასადები არ მომიტანია და სად დავდო? რამესთან დავდებ. მოდი ახლა შემოვხაზავ იმას, რა ქვია? საზღვარს გავაკეთებ. აი ეგრე. დიდს არ ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ. ის სალათი სულ მე მივირთვი მარტოკა, არ მომეხმარა ინოჩენტი, არაფრის დიდებით. ასე ვიზავრო. აჰა. ასეც ესე მოვაგვარებთ საქმეს. ბატონო, თავარია მოხერხება, ხალხო, მოხერხება. ხელდათმარები აღარ ჩამიცვია, მიუხედავად იმისა, რომ რესტორანში უნდა წავიდე და არ იქ ხეს ვარ მენაღლება, ისა რა ქვია მაგას გავიხეხავ კარგად ხელებს მე და წავისო უკრეს. ხო და ეხლა ასე ვქნათ. ჯერ ბორდიურს გავაკეთებ. ვისაც ეზარება ამის გაკეთება, კიდევ ვიმეორებ, ჩაყარეთ თასში, მოურიეთ კარგად გემოზე და დამჯერეთ იგივე იქნება. ეს უბრალოდ იმიტომ რომ მივცეთ რამე სახე. ეს. ბატონო. ნუ სკანდალი ძდება ეხლა რომ ისაო ხელებით როგორ აკეთებსო ძალიან კარგად ვაკეთებ შვენივრად. ხელები ჯერ რომ ვიბანავეს მერე იმდენჯერ დავიბანე ხელები არ მახსოვს. ბატონო. ხო, რაც შეეხება მარილი არ მომიტანია. აიცა? აი. მე მგონი კაც ჩანს. მარილი არ მომიტანია, ეხლა ეს ქათმის ხორცები რო დამრჩა. რა თმინდა? მივაბათ გვერდებზე. იმიტომ რომ ეს მარილი წყალში მოვხარშე. არ იფიქროთ რომ ან გამაგრდება, არა, სისულელია ეგ ყველაფერი. არაფერი არ გამაგრდება. გადასარევად იხარშება. მარილი წყალში მოვხარშე. ეს მარილიანია, სოკოს, მოშუშული სოკო, მარილი, პილპილი, ყველაფერი აქვს, მაიონეზი მარილიანია და მე აქ მარილი აღარ ამჭირდებოდა. აი ეგ. გამოვიყენებ ამას, იმიტომ რომ მაინც არაფერში არ მინდა. თუ არა, ეხლა ჭამა არ მინდა. საჭმელად მივდივართ. აჰა. აი ეგ. ეს ასე. ეხლა აქ მე კილპილს იმას ვიზამ. არა მაქვს პილპილს ისევ ვაფრქვევ, რომ ნაპირებზეც გადავიდეს, არ არის პრობლემა, პირიქით უფრო ლამაზია. ზემოდან მინდოდა რომ მომეხარშა. კიდე რამეზე ხო არ დამჭირდება პილპილი, მე მგონი არა. ზემოდან მინდოდა რომ მომეხარშა კვერცხი, გამეხეხა ცილა, გახეხილი ცილა და გამეკეთებინა ფერი, მწვანე ფერი. ანუ კვერცხის არ ვიცი როგორ აიღებს ალბათ, არ ვიცი, მაგრამ არ მიცდია რა, მე ვცდი და თუ გამოვიდა გეტყვით. და ბალახი, როგორც ბალახი, ის მინდოდა გამეკეთებინა, იმიტომ რომ ცოცხალი კამა არ მაქვს. მაქვს კამა დინოს გამოგზავნილი, ამას გავუკეთებ ზემოდან, სანამ სოკოებს მოვალაგებ და თქვენ ცოცხალი კამა გავუკეთეთ გვერდებზე, თუ გინდათ გვერდებზეც და ზემოდანაც და იქნება ნამდვილი მინდორი. ეხლა ეს. ეს. არ მენანება.
კარგად გავუკეთებ. რუსებიო სალათებს ჭამენო და იმიტომ ხმარობენო იმდენ მაიონეზს. სალათში მაიონეზი არ მიკვირს, არა. ახლა აქ დავდოთ. სალათში მაიონეზი არ მიკვირს. ეგრე რო ჭამენ და ყლაპავენ და აეგრე იმით ისხავენ პირში, ისავ თქვი. ეხლა კიტრის წნილი. იმიტომ რომ ეს აიტანს უნდა რამე ცოცხალი ეხლა. ლოგიკურად ასია. ატატა. ხო, რაც შეეხება, როდესაც სალატს ამზადებთ და არის ისეთი სალათები, სადაც ყველაფრის დოზა ტოლი უნდა იყოს სიტყვაზე, ტოლ-ტოლი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არ არის მასე, იმიტომ რომ სიტყვაზე რამდენიც ცილაა, იმდენი მჟავე არ უნდა. ტოლი რაოდენობა არ უნდა. ასე რომ ჩემი სამი პატარა კიტრუნია გადასარევად წავიდა. აბატო. უიმე რა, დღეს მგონი ერთი ტყუილი არ მithქვია, ხალხო იგრე სწორად და ზუსტად მოვდივარ. დღეს მგონი ერთი ტყუილი, საერთოდ ტყუილებს არ ვსვამობ, არა მჭირდება და იმიტომ რომ ანგელოზი ვარ. არაფერში არ მჭირდება. ბატონო. ეხლა აქ გავუკეთებ ძალიან ცოტა მაიონეზს, უბრალოდ რომ ერთმანეთზე ისაქნა. თავი დაიჭიროს ზემოთა სხვა ინგრედიენტმა. ეხლა წავა ეგი. ხო, მაინც ეს. ეს. ვაიმე ნეტა არ გადავარდნილიყავი რა. ისეთი არომატულია. მე არა ვარ ძალიან დიდი მოყვარული აი მოთუშული კამასოკოსი რა. მე უფრო აი ეს დამწნილებული მიყვარს ძალიან. და ეგრე არა, ეს მოშუშული მოხრაკული არა, სხვა სოკოებზე ვგიჟდები, მაგრამ კამასოკოს დიდი მიმდევარი არა ვარ. მაგრამ თუ კარგად შეანელებ ადამიანი, გადასარევია. თითქოს ცოტა ჩანს, მაგრამ ნეტა იცოდეთ ბლომად გამოდის. თითო ფენაზე მეტი არც უნდა ისეთი მაღალი გამოვა. ბატონი. დამჩა. ამას პილპილი აქვს. კიდე ხო არ გავუკეთო. ამას უხდება. უყვარს სოკოს, უყვარს პილპილი. ეხლა სიმინდი. აი სიმინდი ცოტა კაპრიზნია დასადებად. ჯერ აქ დავყრი და მერე გადავანაწილე. აი აქ დამჭირდება ეს. მაიონეზი დამავიწყდა. არა უშავ რა გავუკეთებ ბერს. თქვენი იცოდეთ რომ სოკოს მერე მაიონეზი იყო საჭირო. ეხლა აქ გავუკეთებ და მერე კიდე სიმიც დავაყრი რომ დაიჭიროს თავი. მაიცა? ყველაფერი პაპაჩემა იცოდა, პაპაჩემი დიდი შეფოვარი იყო და იცოდა ლესვაში გამოვაო. ხო და ამასაც ლესვაში გამოვიყვან ეხლა მე. ამის ნება სად არის? სიმინდი ჯერ ერთი რომ მიყვარს და მეორე კიდე ძალიან ახალისებს ნებისმიერ სალატს. ვინა თქვა ვერაო. იმდენი დავასხი რომ იმამდე სოკომდე ჩავიდა.
უნდა კარგია იმაში. რგოლში გაკეთება. აი. რგოლში გაკეთება არის საუკეთესო დამასვენე რამე. აჰა. აი ბატონო. აჰა. ეს აქ დავდოთ. ესეც აქ დავდოთ. ამას მაიონეზი აღარ უნდა ეხლა გავუშვათ ყველი. ზემოდან ბოლო ფენა იქნება ყველი. ისე ყველი შემეძლო ეხლა მწვანედ გამეფერადებინა და კამა აღარ მინდოდა. კამას გავუკეთებ აქ. ქვემოდან დაიცადეთ. ვაი. დაიცადეთ და დამაცადეთ. ოხო რა სუნი აქ ამ ნაპირებზეც გადაყარეთ როგორც კიდათ იმაზე თეფშზე ნაპირებზე. ეხლა მე გავვარდები მოვიტან თუ მაქვს მწვანე და თუ არა მაქვს როგორ ძალიან მეწყინება თუ მწვანე არა მაქვს ისა ყველს შევაფერადებ მწვანეთ მოვაყრი და მე დავალაგებ სოკოებს. აი ეხლა კეთებაში მოდის იდეები, ხო ხედავთ? მიყვარს მე მოხერხებული ადამიანები და განსაკუთრებით ჩემი თავი. ეხლა უყურე რა ხდება, ვაიმე დღეს მე რესტორანში კი არა ჯანდაბაში წავალ. ეხლა უყურეთ რა ხდება. არა მაქვს მწვანე სახებავი, არა მქონია. ან რატო არ მაქვს არ ვიცი. დიდი სათავე მომწონს ქალსა. ეს რა ქვია და არ დავიბენი, დავინახე რომ მაქვს, ვაიმე გაგაცილებთ. ეხლა იტყვით რა არის სასაცილო? სასაცილოა, არა არის, ერთ წუთში მოვიფიქრე. ერთათვანები უნდა ჩავიწვა თორე. კაი საქმე არ დაგვემართება. ესა. დავინახე რა ვიცოდი, მაგრამ დავინახე მაცივარში რომ მაქვს ყვითელი და მაქვს ლურჯი საღებავი და თქვი რომ ყვითელი და ლურჯს რო გაურევ მიიღება მწვანე. ეხლავე დაურიე, აი და მივიღეთ მწვანე საღებავი. აურიე ეს ყვითელი და ისა ლურჯი და გამოვიდა მწვანე. არა მქონდა მწვანე საღებავი და ეხლა ერთ საათია ჩიჩხნაო ბაქა. ეხლა მთავარია აქ აურიოთ ამ ყველთან. ეს რა თქმა უნდა საკვების საღებავია და არაფერი საშიში არა. და ასე გამოვა ჩვენი საქმე. მოიცა? აი ეს. აი მე რასაცი საიდან გამახსენდა? აი როგორ ყველაფერი უნდა იცოდე ადამიანმა. ყველაფერი უნდა გახსოვდეს. და ჩვენ კიდე არ ვატანთ ძალას ტვინს, ეხლავე გაჩვენებთ რაც გამოვიდა და ესა. აი ეხლა მექნება გადასარევი ბალახი და ბუსნო. ბატონო. აი ეს. აი თავარია რომ არ დავიბნეთ ხოლმე და არ დავყაროთ ფარხმალი. ეჰე, არაა თორე. ეხლა შემიძლია ხეთათმანებით კიდეც მოვასწორო კარგად, იმიტომ რომ აი აქ ცოტა ის იყო, რა ქვია მაგას, შუაში ამოწეული და არ მინდოდა. წავიდა. აი ეს. ძალიან კარგი გამოვა. ეს კარგი მომაფიქრდა. კი, კამა, რა თქმა უნდა, მაღლიდან კამის ტოტები რომ მოალაგო და ისა ძალიან ლამაზია, მაგრამ ეს უცხოა და თან ვერავინ ვერ მიხვდება რა არის ეს? ეს რა არის? ხო ვერავინც ვერ მიხვდება. გვერდებსაც მოულამაზებთ ამით.
შვედიურად დამაცადეთ, ვაბრუნოთ. აი ეს. აჰა. ნუ ეხლა მე აცხაფ უცხა ვაკეთებ, მოგეხსენებათ. თან გაქცევაზე ვარ, ჩემი ქმარი მეუბნება შენ ჭკვიანი ხარ ეხლაო, მარა ვარ მეთქი, კაცო, მარა ვარ. აჰა. აქედანაც დედა გეუბნებით დღეს მეთქი ერთი ტყუილიც არ მithქვიას, რომ ზუსტად გამოვდივარ ყველაფრად. აბატონი. საიდან რა გამომაფიქრდა, რომ ლურჯი და ყვითელი იღებს მწვანეს. და ისწავლო. ასწავლი რო ხარ ადამიანია, ეგ არის. ეგ დაუმალოთ, სადაც არ არის ისა. აბატონი. თქვენ სახლში უფრო კარგი. ეს ხალხო გადასარევი რამე გამოვიფიქრე. მე ჩემი თავით ეხლა ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ყველი ზემოდან მწვანედ შევღებე და ეხლა დავალაგებ სოკოებს. პირდაპირ როგორც არის და არ არის, ასევე მოვაფრქვევ. და ეს საერთოდ ნებისმიერი რამე სალათი ფორმდება იმ ინგრედიენტებით, რაც შიგნით არის. ეს იმის მანიშნებელია, რომ შიგნით არის ეგ შემადგენლობაში არის ეგ რა. აი ეს. აბატონო. რამდენიც გექნებათ, იმდენი გაუკეთეთ, ეს არ გააფუჭებს საქმეს, ისეთი გემრიელია. სოკო. ეხლა მე რესტორნის მაგივრად ჩემი სალათი ვირჩევნია, რომ მივირთვა რა. აი, ერთი პატარაც მინდა. დაახლოებით. თქვენ გინდათ მეტი გაუკეთეთ, გინდათ ნაკლები გაუკეთეთ, ეს სოკოები მაქვს მხედველობაში. მე ეხლა მაქვს ეს სოკო და უკეთებ უბრალოდ მაგიტო რა, რომ თავიდან ვიშორებ. იმიტომ რომ საქმეს არ გააფუჭებს. აჰა. რომელი ისა რა ქვია მაგას, რგოლი და რა ესა და ისა. აბათ. ნუ კარგი ეღამი ეკარი. აბათ. კიდევ ვიმეორებ, თუ გენდობებათ, მორთეთ როგორც გინდათ. ხო არ გავჭრათ და ბარემ გავსინჯათ. ხო არ გაგვეჭრა ბარემ და გაგვესინჯა, ჰა? ეხლა ამას რა თქმა უნდა ერთი რამდენიმე საათი უნდა რომ გაბაგრდეს, ხო ერთმანეთში ისახნდეს, მაგრამ მოდი გავჭრათ და გემოს გავსინჯავ. რაიმე გემოს გავსინჯავ და ბარემ გეტყვით სიმართლეს გააკეთოთ თუ არა. კიდევ მეორე პირველად არ ვაკეთებ, მაგრამ მაინც არ ვიცი, თუ მოგეწონათ ყველის იდეა დამიწერეთ მერე თქვენთ. ან თუ ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა და გაგიკეთებიათ. ეხლა მე გავარდები ისევ, მოვიტან თეფშს და ჩანგალს და დანას თუ რა ვირითი მოვჭრათ, არ ვიცი. ხო აი ამითაც შეგვიძლია რომ მოვჭრათ. არა დანა ჯობია. დანა ეხლა კიდე ერთხელ გავქანდები და მოვქანდები.
დაახლოებით ხომ მაინც გავიგებთ როგორიც არის. აი. კარგა ტორტივით კი იჭრება და რა გითხრათ. ეხლა უყურე შენ. თავს იჭერს უკვე ნაჭერი, ჯერ ეხლა გავაკეთეთ, ხო? რა აზრეზშიც დაგანახოთ? რა ვიცი თუ გამოჩდება აი ეგრე. მოკლედ ნაჭერი გადმოვიდა, თავი უჭირავს, როგორც შეუძლია და არ შეუძლია. ეხლა გავსინჯოთ. ჯერ ამ სოკოს გარეშე დამწნილებული მარინადი რა ვიცი როგორც კიდე დავძახ. აი ეს არის რაც არის. აი ეს მაღლიდან სოკოები, თუ გინდა ნუ გაუკეთებ, თუ ძვირია, თუ საშოვარია, თუ ეს არის, თუ ის არის, არა აქვს მაგას მნიშვნელობა. პილპილი და კამა აკვდება. ხახვი არ გაუკეთოთ. ცოცხალი ხახვი აქ. ბოდიში. ცუდად გამეჭედა ხორცი. ცოცხალი ხახვი აქ არ გაუკეთოთ არაფრის დიდებით, იმიტომ რომ თუ საახალწლოდ გააკეთებთ თუ რამე დღესასწაულზე ძალიან დიდი რისკია რომ ძალიან მალე ამჟავდება. არაფრით არ აჭირდება ხახვი. ძალიან სიხალისეს აძლევს სუმიერს კიტრი, ძალიან ახალისებს და უაღრესად აგემრიელებს სიტკბოს აძლევს სიმინდი. ესე იგი გავიმეოროთ. ქვედაფენა ქათმის ხორცით დაიწყეთ, ქათამი, კიტრის პიკული, მერე მოდის მოშუშული ქამასოკო, ნებისმიერი სოკო რავი რაც გინდათ, ქამასოკო, მერე მოდის სიმინდი და ბოლოს ყველი, გახეხილი ყველი და მორჩა, მაიონეზი ყველა ფენას. თუ მე დამიჯერებთ და დამიჯერეთ, იმიტომ რომ ყურის ნამდვილად ეხა ეს თუ არ ევარგებ და ვაიმე ისეთი კარგად გეტყოდით, კაპიკად არ ვარგავ. ძალიან გემრიელია, ძალიან. არ უნდა ნიორი, არ უნდა ცოცხალი ხახვი, არ უნდა არაფერი, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი განსაკუთრებით დღესასწაულებზე ძალიან მერე შემაწუხებელი საქმე არის ხოლმე. ხო და ასე რომ ძალიან გემრიელია. ძალიან. ამ ისე მომწონს ეს მაღლიდან ეს მწვანე ყველი რომ რა გითხრათ, არ ვიცი. ახლა მე მაგალითად ძალიან უფრო როგორ გითხრათ მოიცა, უფრო წვრილ სახეხზე თუ გახეხავთ ყველს, უფრო ეს არის, მაიცა, ხელი თავი. ცოტა გძლად არის გახეხილი, იმიტომ რომ ესე ჩქარა მინდოდა და გძლად. ცოტა მოკლე თუ გახეხავთ, შეიძლება უფრო კარგი იყოს. არც ესე არ მგონია უშნო, მაგრამ ცოცხალი კამა გაუკეთეთ აუცილებლად შიგნით სადმე, ნებისმიერ ფენაში დააყოლეთ ცოცხალი კამა, თუ მაღლიდან გაუკეთებთ უფრო კარგი. ძალიან ბევრი კამის ფოთლებით რომ მორთათ, სუთავის გემოზე წავა და აღარ იქნება, მაგრამ ეხლა ის რაც მოვაყარე, გადასარევად ისმის, გადასარევად. ყველაფრის გემო ისმის, ყველაფერი. მოთუშული სოკო.
ხო, ხახვი ხო აქ, სოკოსთან ერთად მოუშუშე ხახვი, პილპილი და მარილი. ასე რომ მე ახლა რომ იმიშვა კარგად ცოტა კიდეც შევჭამდი, მაგრამ მე იქვე ღარ მივირთმე ვერაფერს. ხო და ამიტომ გავალებებ თავს და ხვალე იქნება ვაფშე მაგარი. ძალიან მაიონეზს ნახეთ რამდენი წავიდა. 2 კოვზი ალბათ მეტი არა. დიამეტრი სადღაც 18 სანტიმეტრია, იმიტომ რომ ჩემი ტკავილი 20 სანტიმეტრია. ამის დიამეტრი არის 20 სანტიმეტრი. 20. ხო, ეგრე გამოვა ამ მასალით. ნახევარი მკერდისგან ეს ნაწილი დამრჩა. ნახევარი კილა, რა ქვია ამას, სიმინდი წავიდა. ერთი ალბათ 200-300 გრამი ქამასოკო, ამას არ უნდა კილოგრამები, არა 200-300 გრამი. ხალხო, ცოტა ჩანს. ეს ახლა მეორე სალატსაც გავაკეთებ. ხვალე ანზე სხვა სალატს კიდე ავაწყობ ამ იმით, რა ქვია, მასალით, რაც დამრჩა. ძალიან ბარაქიანად გამოდის, არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ არი ფიქრობთ, რომ ვაიმე რამდენი უნდა, იმდენი უნდა შეხედეთ თქვენ. ასე რომ ესეც კარგად გამომადგა, კარგად გამოვიყენე. ყვითელი ვიყიდე რომ ისა რა ქვია მაგას პონჩიკის კრემს ვაფერადებ 1-2 გავუკეთეთ ჩემ ქმარს მოწოს. წავედი ხალხო გემშვიდობებით, უპირო ქალი არა ვარ, ებატონო, ისა გადავიღე, რა ქვია მაგას, გავაკეთეთ სალათი. კიდე რამეს მოვიფიქრებ, კარგსა და კუდრაჭას, ისე რომ თან გებრიელი იყოს. წავედი, კოცნით ყველას, აბაჰე და აბაჰო.